ზუგდიდში ახალ სოფლის რეაბილიტირებულ შენობაში დევნილთა ჩასახლების პროცესი დაიწყო. დილიდან სპორტ კომპლექსის შენობაში იმ დევნილთა კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა, რომლებმაც აპლიკაციები შეავსეს მითითებულ მისამართზე. ახალ სოფლის ყოფილი სკოლა-ინტერნატის გარემონტებულ შენობაში ბინა იმ 42 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებსაც შესაბამისი ქულა მიენიჭათ კრიტერიუმების გათვალისწინებით. დღეს მიმდინარეობს ქალაქ ზუგდიდში ახალ სოფელში 42 ოჯახზე ბინების განაწილება კენჭისყრა. ეს არის ის 42 ოჯახი, რომელიც აპლიკაციის შევსების შემდგომ კრიტერიუმების მიხედვით განაწილდა და დაკმაყოფილდნენ შესაბამისად ფართებით, სულადობიდან გამომდინარე შესაბამისი ფართებით. გვეღირცა რაღაცნაირად ნორმალური ცხოვრების პირობები. დანიის სახს ყველას დიდ მადლობას ვუხდით. განსახლებიდან ყველას ვინმე ჩვენთვის იზრუნა. კიდე ერთხელ დიდი მადლობა. უკმაყოფილებას გამოთქვამს ვარდო ჩარგაზია, რომელიც 23 წელია სოფელ ოქტომბრის საბავშვო ბაღში ცხოვრობს. კომისიამ მას 8 ქულა მიანიჭა, თუმცა არც თაბუკაშვილის ქუჩაზე და არც ახალ სოფლის კორპუსში ბინა არ ერგო. ეპილეფსია აქვს ბავშვს, კდება ყოველ თვეს ერთ-სამოდერ მაინც სკორი მიდგას. ასეთ მდგომარეობაში ვარ, ასეთი ბინა ორჯერ გამიყიდეს. ერთ საპატრულოში მოხდიო მითხრეს, ზარ დაელოდეო, ხო და სხვას მისცეს. ახლა თაბუკაშვილს კიდევ ასე გამიკეთეს. ახლა გადამისართება გააკეთეო, ხო და იმაშიო, რა ქვია, ახალ სოფელში ბინა არის აჩენებული და იქ პირველად შენ დაწაგდები. ერთოთახიანი ბინა არ იქნაო, როგორ არ იქნა ასეთ კორპუსში ერთოთახიანი ბინა. რა და გაყიდეს, შვილო, გაყიდეს. წინათ გაყიდეს იქ საპატრულოში ბინა და მუხდა ჩოქილი, მოდის მიხდნენ მე. ბინების გაცემის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აკვირდებიან. სამეგრელოს ხმის წარმომადგენელი თეონა ქარდავა აღნიშნავს, რომ არიან უკმაყოფილო დევნილების, თუმცა ყველა მათგანი აუცილებლად დაკმაყოფილდება ფართით. ვადასტურებთ, რომ ბინების განაწილება მოხდა რეალობასთან შესაბამისად, ქულები მიენიჭათ ოჯახებს ობიექტურად, გაფილტრული ინფორმაციის დადების საფუძველზე შეირჩა ოჯახები, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე სოციალური, ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები და მოხვდნენ ამ ჩასახლებაში. გარდა ამ ბინებისა, დანიის ლტოლვილთა საბჭო დევნილებს 500 ევროს ოდენობით დახმარებასაც დაპირდა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეიმუშავებენ მცირე ბიზნეს გეგმას. შეგახსენებთ, რომ მარტის თვეში დევნილებმა ბინები თაბუკაშვილის ქუჩაზეც მიიღეს, მაშინ საცხოვრებელი ფართით 320 ოჯახი დაკმაყოფილდა.